ნატოს საინფორმაციო ცენტრში ახალი Facebook თამაშის ნატოსკოპის პრეზენტაცია გაიმართა. ნატოსკოპი არის ონლაინ თამაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ, რომელიც 4 ტურისგან შედგება. ყველა ტურში 10 კითხვა ამოთამაშეს, თითო კითხვაზე პასუხის გასაცემად 30 წამი ეძლევა. თამაში ექსპერტებმა და ნატოს თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულს საჩუქრად ლეპტოპი გადაეცემა. თამაშის მიზანი ნატოზე ცოდნის ამაღლება და ნატოს საქართველოს საკითხების კარგად შესწავლა. ონლაინ თამაში ყოველთვის ხელმისაწვდომი მკვეთრეიდან იქნება. მსურველები მის ნახოს სოციალურ ქსელ Facebook-ზე და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე შეძლებენ. შევქმნით ინტერნეტ თამაში, Facebook თამაში, რომელსაც დღეიდან განვათავსებ ჩვენს გვერდზე და დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფად გავრცელდება მთელ Facebook-ში, იმიტომ რომ გავს თამაში პრაქტიკულად საქართველოში არ არის, ეს არის ინტელექტუალური, თან გასართობი, თან ინტელექტუალური ძალიან საინტერესო თამაში ნატოს შესახებ. მონაწილემ უნდა იცოდეს როგორც ნატოს ისტორია, ისე დღევანდელი დღე უნდა იცოდეს გეოგრაფია, უნდა იცოდეს ერკვეოდეს მეტნაკლებად იარაღში, მოკლედ ძალიან საინტერესო მრავალმხრივი თამაშია, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან პოპულარული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომეც ამ თამაში მონაწილეობის იყო. მე ვფიქრობ, ეს არის მართლა მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოების რა უკვე გაიცნოს. თვითონ ნატოს ფუნქცია და ვისურვებთ, რომ ჩვენი ქვეყანაც ნატოში ერთებოდა იმ 28 ქვეყანას, რომელიც დღეს არის ნატოში.